გვისმებოდა თქვენგან ეს მოთხოვნა, რომ მიეცით ბავშვებს წამალი. რა ტიპის კომუნიკაცია გქონდათ ჯანდაცვის სამინისტროსგან? რა ინფორმაცია მიაწოდეთ ჯანდაცვის მინისტრს ამ პრეპარატების არსებობის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში? თვითონ რა ინფორმაცია მოიძიეს და როგორი იყო მათი პოზიცია? რამ გაიძულათ, რომ ბოლოს ქუჩაში გამოსულიყავით და ხმამაღლა გეყვირათ, რომ ეს წამალი აუცილებელია სახელმწიფოს დახმარებით ჩამოვიდეს საქართველოშიც. 9 შეხვედრა გქონდა მინისტრთან, 9 შეხვედრა იყო ერთი და იგივე ტონალობაში, ერთი და იგივე სიტყვებით. ერთი სიტყვა არც ამოუღია, არც ჩაუმატებია იმ თავის მონოლოგს. მარტო ხელის ბრახუნი მაგიდაზე, ის რომ წამლები ძვირია, ის რომ არ აქვს სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა, რომ ეს თქვენ დაგაკმაყოფილოთ და წამლები შემოვიტანოთ ამ ბავშვებისთვის. და ბოლოს იყო რომ არც კი მოგვისმინა მშობლებს, ისე აი უტიფრად გვეუბნებოდა რომ არ გავაკეთებ და მორჩა. ხო, ის ამბობს აი დღევანდელი გამოსვლიდან მის ციტატას მომიყვანთ, რომ მშობლებისთვის კარი არასდროს დაგვეხურავს, რა წამს გაჩნდება რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი, სამინისტრო არ დააყოლებს გადაწყვეტილების მიღებას. ანუ ისევ იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ პრეპარატები, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში, არ არის უსაფრთხო და შესაძლებელია კურნალობის ნაცვლად მძიმე, ასე ვთქვათ, შედეგით დასრულდეს. დღესდღეობით ტყუის ყველა სიტყვა, რომელიც მისგან მოვისმინეთ ტელევიზიით, ყველა სიტყვა იყო ტყუილი. აი რა ნაწილში ტყუის ეს გითხარი? ის რომ ჯერ მხოლოდ თავისი სიტყვების საპირისპიროა. გამოვიდა ადამიანი და იძახის, რომ ეს წამლები კი არ უშველით 3 წლით გადაავადებს. ხალხო 3 წლით გადაავადებს რას ნიშნავს? 3 წელი ბავშვის ჯანმრთელობა იქნება სტაბილურად შენარჩუნებული. თუმცა ეს 3 წელზე ძალიან ბევრად ბევრი არის მედიკამენტიდან მიღებული სარგებელი, ვიდრე არის 3 წელი. მაშინ რის საფუძველზე აკეთებს მინისტრი ასეთ